მოგესალმებით ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. მე ვარ გოგი გვახარია და მიმყავს ეს გადაცემა. ტარტო ჯინჯიხაძე არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი, ხოლო დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ბატონი ლევან ახვლედიანი. სანამ დავიწყებდეთ გადაცემას, ბატონ ლევანს ვკითხე და ის რა თქმა უნდა საქმის კურსია. გუშინ ბათუმელებმა გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ინტერვიუ შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანაკლიასთან დაკავშირებით და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ანაკლიის ღმერთწყლოვანი პორტის პროექტს, ისაუბრა მან ოპეკის მხრიდან მის დაფინანსებაზეც აგრეთვე. ორი დღით ადრე უფრო ადრე ევროკავშირმა განაცხადა, რომ თანახმა არის 233 მილიონი ევროთი, ხო? თუ არ ვცდები დაეხმაროს ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ყველაფერი დაემთხვა იმ პრობლემების ფონზეა, რომლებიც შეექმნა ბატონ მამუკა ხაზარაძეს. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ანაკლიაში მუშაობა გრძელდება და ანაკლიის პორტს არაფერი ემუქრება. იმიტომ რომ ასეთი ხმებიც გავრცელდა განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში და მედიაში. ის რომ ანაკლიის პორტს არაფერი ემუქრება, ალბათ ამის შესახებ გვეტყვის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარიც და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს გვაინტერესებს ჩვენ. მოდით ევროკავშირის ეს გრანტი არ არის როგორც ხვდები, ხო? ეს არის დახმარება პირდაპირ. აი ამ თანხაზე ვისაუბროთ რა მიზნით მოხდა ეს დახმარება. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელს. პირდაპირ რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, პროექტი მიდის წინ და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ დროში, ანუ პორტის მშენებლობისთვის მოკლედ დროში ვიუწვით იმისკენ, რომ 2020 წლის ბოლოსკენ 2021 წლის დასაწყისში უკვე შევძლოთ პირველი გემების მიღება. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას, ეს არის მე მინდა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის იმ პირველი ფაზა არის დაახლოებით $600 მილიონი საინვესტიციო მოცულობა. ეს არის ის თანხა, რომელიც ამის ზემოდან არის, რომელიც ევროკავშირმა გამოუყოფს ჩვენ მთავრობას და ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა დასაფასებელია ის, რომ ევროკავშირი ამას ხაზს უსვამს, ამით განცხადებას აკეთებს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მათთვის და ზოგადად რეგიონისთვის და არა მარტო რეგიონისთვის, საქართველოსთვის ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ გამოწვევა, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული და ის სესხია თუ ანუ ესეთი კონკრეტული განსაზღვრა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი აზრით ეს არის რა თქმა უნდა სესხი, რომელსაც AFIB ეს არის იმ პაკეტში შემავალი ნაწილი 233, რომელიც 3 მილიარდ 500 მილიონზე არის ლაპარაკი, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები გამოუყოფენ საქართველოს იმისათვის, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა ინტეგრირებული იქნეს ევროკავშირის ინფრასტრუქტურასთან, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ანაკლიის პორტი. დიახ, მოდით დავაზუსტოთ, თქვენ თქვით, რომ ეს მთავრობას გამოუყვეს. ანუ მაგრამ ეს არის მიზნობრივი დახმარება უშუალოდ ანაკლიის პორტისთვის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი 10 თუ ასე ვთქვათ განსაზღვრულ პროექტების ნუსხაში მოხდა ანაკლია, ეს 100 მილიონი დოლარის ოდენობა კიდე გამოიყო გზა და რკინიგზისთვის. ეს არის ვთქვათ მაგალითად განუყოფელი ნაწილი ჩვენი პროექტის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მთავრობა ასე ვთქვათ იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, რომ გზას და რკინიგზას მოიყვანს ანაკლიის პორტამდე და მათი მხარდაჭერა ხელშეკრულება არსებობს. კი, საინვესტიციო ხელშეკრულებაში ეს ვალდებულება მთავრობას აქვს და ამ თანხის წყარო შესაბამისად ერთ-ერთი წყარო პოტენციური არის ევროკავშირი, რომელიც გამოყოფს ამ პროექტისთვის გზის და რკინიგზის მოყვანისთვის თანხას და ასევე მეორე ფაზა არის მათ ნახსენები ანაკლიის პორტის 233 მილიონი, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ მომავალში ჩვენ ვაპირებთ განვითარებას ამ როგორც გვაქვს გეგმით 5 ფაზა, ამ 9 ფაზა ჯამში და პირველი 5-ია 9 ფაზა 2030 წელს თავდება და 9 ფაზა გაწერილი 52 წელზე, ასე თქვა ჩვენ ხო აღნაგობით გვაქვს ეს პორტი გადმოცემული მთავრობისგან 52
12 წლიანი აღნაგობა არის, რომლის მერე ეს მთლიანად ეს ანაკლიის სპორტი დაუბრუნდება მთავრობას იმაში, რა ქვია, მფლობელობაში, ანუ ჩვენ აღნაგობით გვაქვს ესა და რა თქმა უნდა განსხვავებით ფოთის და ბათუმის სპორტის. კი, განსხვავებით ფოთის და ბათუმისა, რა თქმა უნდა, ეს 9 ფაზა გაწერილი 52 წელიწადზე და პირველი 5 არის გაწერილი პირველ 20 წელიწადზე. აი დაახლოებით ესეთი გრაფიკი არის და ეს მეორე ფაზაზეა, რაც 233-ზე ლაპარაკი და შესაბამისად ეს არის დამატებითი ის მხარდაჭერა. ბატონო, თქვენ თქვით რომ ხელისუფლება არის ვალდებული, საუბრობდით გზებზე, რკინიგზაზე და მაგრამ მარტო საქართველოს ხელისუფლება არ არის ჩართული ამ პროექტში, ყოველ შემთხვევაში ეს პროექტი უფრო ფართო არის ვიდრე ხო? ქართული პროექტი აქ ლაპარაკია სომხურ მხარეზე, აზერბაიჯანულ მხარეზე. რა თქმა არა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს არის PPP, ეს არის ძალიან ტიპიური PPP, ეს არის ჩვენ ვართ მთავრობის პარტნიორები და ეს პროექტი რა თქმა უნდა, ესეთი პროექტები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე არ ხორციელდება ზოგადად. არსად, რა თქმა უნდა და ჩვენ აქამდე რომ მოვედით, ეს რა თქმა უნდა საფასებელი მთავრობის მხარდაჭერით მოვიყვანეთ პროექტი დღემდე სადაც ვართ, მათ განუყოფელი როლი ითამაშეს და ვაგრძელებთ ჩვენ მთავრობასთან თანამშრომლობას, ანუ ყველა მიმართულებით, ეს არის ბანკებთან ურთიერთობა იქნება ეს თქვა სისულელეს უწოდებთ იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობა აღარ არის დაინტერესებული ანაკლიის სპორტის განვითარებაში. სისულელე მე მოდით პოლიტიკურ განცხადებებში არ გავაკეთებ, მე უბრალოდ მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ფაქტობრივად, ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში, გუშინაც მქონდა შეხვედრები, ამას ახალი წლების მე ახალ წლებამდეც მქონდა შეხვედრები სამუშაო რეჟიმში, ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობასთან თანამშრომლობას და ასე ვთქვათ, მათგან მხარდაჭერას გრძნობთ ამ უშუალოდ სამუშაო რეჟიმში. გავიგეთ, რაც შეეხება პარტნიორ ქვეყნებს და მათთან ურთიერთობას, ამაზე ყველაფერს პასუხისგებლობას აგებს უკვე საქართველოს ხელისუფლება, როგორც ხვდები, ხო? სომხეთი, აზერბაიჯანი პირველ რიგში. მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ ვემსახურებით ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფუნქცია ანაკლიის არის ის, რომ ჩვენი დერეფანი, სატრანსპორტო დერეფანი და სატრანზიტო დერეფანი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. შეუძლოთ დიდი გემების მიღება, რომლის მიღებაც დღეს არ შეგვიძლია. ეს არის მთავარი მიზანი ანაკლიის. და ასევე მიზანი არის კიდევ ის, რომ გაუწიოთ კონკურენცია როგორც ასე ვთქვათ სხვა დერეფნეს, ეს არის რუსეთის ჩილო დერეფანი, სამხრეთ დერეფანი ასე შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს ერთ-ერთი პოტენციალი ეკონომიკური არის ჩვენი სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობა, რომელსაც არ ვიყენებთ დღეს. აქედან გამომდინარე, ანაკლიის სპორტი არ ვიყენებთ თუ ვერ ვიყენებთ ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო. შესაბამისად, თუ ანაკლიის განვითარების დასრულების პროექტის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ამის ბენეფიციარები მარტო საქართველოს არ იქნება. დერეფანში ჩვენ სხვა მონაწილეები ყავს, ეს არის სომხეთი, იგივე აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, მე უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნები ეს პირდაპირ მონაწილეები. თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ასე შემდეგ, რომლებიც ასევე იქნებიან ბენეფიციარები, იმიტომ რომ ჩვენი დერეფანი გახდება უფრო კონკრეტული მათთვის ერთ-ერთი დასაყრდენი ალტერნატივა იქნება მათი ტვირთების გატარებისთვის და ანაკლია ერთ-ერთი ასე ვთქვათ მთავარი კვანძის როლს ითამაშებს ამაში, იმიტომ რომ საპორტო ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მაგრამ ამ ქვეყნებში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ კარგით, მაგრამ ეკონომიკური განვითარების დონეც არის აბსოლუტურად განსხვავებული. პოლიტიკაც, სისტემები განსხვავებულია. გვაქვს გარანტია ან ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ მოხდება საერთო ენის პოვნა? რა არის პირველ რიგში რა თქმა უნდა მთავრობის ზოგადად პოლიტიკა და ეს მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ როგორც ჩვენი სტრატეგიული როგორც სატრანსპორტო ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო არენაზე იყოს დაცული, მაგას მე ვფიქრობ მთავრობა თავის თავზე აიღებს, მე მაგას ვერ განვაცხადებ მათ უნდა კითხოთ, მაგრამ ლაპარაკი იმაზე რომ ეკონომიკურ ბენეფიტზე და ასე ვთქვათ უპირატესობაზე და ამ დერეფნის განვითარება რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ეკონომიკურად, ამაზე მე შემიძლია გითხრათ რომ რა თქმა უნდა ეს ანაკლიის სპორტი იქნება ეს გზა როგორც ასე ვთქვათ ავტობანი რომელიც შენება ასე ვთქვათ რკინიგზის მოდერნიზაცია ევროკავშირი დადო აქაც ფული აქაც კი ბატონო რა თქმა უნდა ეს პროექტები რომლებიც განავითარებენ საქართველოს ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურას სატრანზიტო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდ ეკონომიკურ სარგებლობას მოუტანს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ტვირთი ყოველთვის ირჩევს ძალიან ყველაზე იოლ გზას როგორც და ეს სიოლი განისაზღვრება რამოდენიმე რამეში ეს არის რა თქმა უნდა ხარჯის ნაწილი ანუ რა გუჯდება გადაზიდვა გადაზიდვა დრო და ესე ვთქვათ
სანდომიანობა თვითონ დერეფნის. აქედან გამომდინარე უსაფრთხოება სანდომიანობდია უსაფრთხოება ერთ-ეგივე. გულისხმობ ამ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით ჩვენ მივახცევთ იმას, რომ დროის და ხარჯის კუთხით გავხდებით უფრო კონკურენტული ვიდრე ვართ დღეს, უფრო მიმზიდველი ტვირთების და ტვირთების მფლობელებისთვის, რომ ისარგებლონ ამ დერეფნით და გადაზიდონ თავისი ტვირთი ამ დერეფნით. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ეკონომიკური ასე ვთქვათ ღირებულება, რომელიც შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის ამ პროცესში, იმიტომ რომ დღეს ევროკავშირსა და სიტყვაზე ცენტრალურ აზიას შორის იქნება ეს თუ ამ სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის ასე ვთქვათ დერეფნები, რომლებიც ატარებენ ამ ტვირთებს. განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაზე მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე დიდი კონკურენტები გვყავს, იგივე რუსეთის დერეფანია, იგივე ბალტიისპირეთის დერეფანია და ეხლა თან გეოპოლიტიკურად რაც ხდება, ძალიან კარგი მომენტია იმისათვის, რომ საქართველოს უახლოეს დროში ამ მოდერნიზებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით დაიჭიროს ძალიან ესეთი მტკიცე საბაზრო ნაწილი ამ ტვირთების და მე ვფიქრობ დღეს პრემიერ-მინისტრიც იყო დავოში ეს დღეები და არაერთი სატრანსპორტო კომპანიისთან შეხვედრა იყო, განცხადებები იყო, ზუსტად ამ თემაზე იყო ლაპარაკი და მე აბსოლუტურად მივესალმები და ეს ზუსტად ის არის, რაც საქართველოში ჭირდება. მაგრამ ჩვენ თქვენ ქვეყნები ჩამოთვალეთ და კიდევ არის თურქეთი, არის ბოსფორის სრუტე, სადაც როგორც მე ხვდები თურქეთმა უნდა გამოატაროს ეს გემები, ხო? ხო, ანუ აქ თურქეთთან ურთიერთობის ვთქვათ დალაგება თურქეთთან როგორც ეკონომიკური კონკურენტის აქაც მოუწევს, ესეც მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას თქვენზე არ არის. არის კონკურენციის გაწევა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ბევრთან. კიდევ ერთხელ რუსეთიც გიხსენეთ, თურქეთიც ერთ-ერთი გარკვეულწილად კონკურენციას გაუწევთ ჩვენ თურქეთსაც, მაგრამ ირანი როცა ხა კი სანქციების ქვეშ არის, მაგრამ ირანის დერეფანიც ჩვენი კონკურენტია გარკვეულწილად. მე ის თქვა მინდა იცით, რომ საქართველოს თავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ რა გემებსაც ატარებს ბოსფორის სრუტე, ხო დღეს, იმისი ჩვენ დაახლოებით 75%-ის მიღება არ შეგვიძლია. სიდიდეზე გეუბნებით, ანუ დაახლოებით იმ გემების რაოდენობა, რაც შავ ზღვაში დღეს ანაწილებს ტვირთებს, იმის 75%-ის მიღება არ შეგვიძლია ერთ-ერთი მიზეზის გამო. ეს არის ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო. და ეს არის ის ნაწილი გემებს, რომლებიც არის დიდი, ანუ ზომით დიდი. ზომით დიდი გემი რას გვაძლევს? ეს გვაძლევს მასშტაბს და ეს მასშტაბი ქმნის უკვე დანაზოგს, კიდევ გადაზიდვაში. შესაბამისად, დღეს ყველა გადამზიდავი ხაზები მსოფლიოს მასშტაბით, მარტო შავი ზღვის მასშტაბით არა, მთელ მსოფლიოს მასშტაბით ადიდებენ თავის გემებს. ანუ იზრდება გემები წლების მანძილზე, ბოლო 15 წელს რომ გადახედოთ. და შესაბამისად ხმა წყალი არის საჭირო. რა თქმა უნდა, ამისთვის არის, იმისთვის რომ მივიღოთ ეს დიდი გემი, დღეს არის მაგალითად გეტყვით, რომ ბოსფორის სრუტეში გადის 300 მეტრიანი გემი, მაგაზე მეტიც გადის, მაგრამ 300 მეტრამდე გემი სიდიდე გადის დაბყოლების გარეშე, დამატებითი დახმარების და გადასახადების გარეშე. და ეს არის 10000 კონტეინერიანი გემი. დღეს საქართველოს მარტო იღებს დაახლოებით 1000-დან 1300-1400 კონტეინერიანი გემს. ეს გემები, რომლებიც 10000-იანი საშუალო გემის ზომე მაგალითად შავი ზღვის ბაზარზე არის დაახლოებით 3500-დან 4500 კონტეინერი აი ამ ფარგლებში მერყეობს. ამის მიღების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. და ამით შესაბამისად რომ გადათვალოთ ეკონომიკური ასე ვთქვათ დანაზოგი ამ გემების მიღება არ მიღების ეს უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს მარტო ეს უკვე მოგცემს საშუალებას საქართველოს რომ უფრო კონკურენტული ვიყოთ ჩვენი მიმართულება, ჩვენი რეგიონი და ის ტვირთები, სატრანზიტო ტვირთები უფრო მეტი წილი დავიჭიროთ იმ სატრანზიტო ტვირთების და შესაბამისად ნახოთ ეკონომიკურ. მე მრჩება საბჭოთა რომ კლიენტებს, ნუ დავარქვათ კლიენტები, არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია, ეძებთ თქვენ უკვე, იმიტომ რომ აი ტრამო ქვია, ხო, ტრამოს პრეზიდენტს შეხვდავად წავიკითხე. ხო, ეს არის ამერიკული კორპორაცია, ხო, ეს არის ნუ თქვენ უკვე მომავალ პარტნიორებს ეძებთ, როგორც ხედავ, ხო? მშენებლობის პარალელურად. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პირველ ფაზაში, რომელსაც ვაშენებთ, იქნება ორი, ასე ვთქვათ, ტერმინალი, რომელიც ორი სხვადასხვანაირი ტიპის ტვირთს გაატარებს. პირველი, რა თქმა უნდა, მთავარი ტერმინალი ეს იქნება საკონტეინერო ტერმინალი, ანუ საკონტეინერო ეს რატო ვაუსმევ ამას ხაზს მე კონტეინერიზაცია მსოფლიოში ძალიან დონე არის ძალიან მაღალი. ყველა წარმოებელი ტვირთის ცდილობს რომ ისეთი მასშტაბის ტვირთი გამოვოს, რომელიც ჩაეტევა კონტეინერში, იმიტომ ეს არის ყველაზე იოლი და ეფექტური გადაზიდვის მეთოდი. ასევე არის რა თქმა უნდა ნაყარი ტვირთები, განსაკუთრებით ეს არის ტრანზიტი ცენტრალური აზიიდან დასავლეთის მიმართულებით, რომლებიც მოიცავს ერთ-ერთი მთავარი ესე ვთქვათ პროდუქტი არის სასუქი, ქიმიური სასუქი, რომელიც ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ეს არის ტრამო.
ეს არის ზუსტად ტრამო. ტრამო, რომელიც არის ტრეიდერი კომპანია, ამერიკული ტრეიდერი კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასე ვთქვათ, აწარმოებს ბიზნესს, მაგრამ ცენტრალურ აზიიდან ზუსტად აი სასუქის და სხვა ასეთი პროდუქციის ტრეიდინგით და ექსპორტ-იმპორტით არის დაკავებული. შესაბამისად, ჩვენ მათ შევხვდით ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი მეორე ტერმინალი პირველი ფაზის ფარგლებში იქნება ნაყარი ტვირთების ტერმინალი, დაახლოებით 1.5 მილიონი ტონის გამტანუნარიანობის, რომელიც შეძლებს აი ზუსტად ამ ქიმიური სასუქის გატარებას. და ბოლოს მინდა კითხოთ აი ეკონომიკურ ზონაზე თუ ავიცი ანაკლია სიტიზე თუ ასე შემდეგ, რამდენად არის ეს ოცნება და რამდენად არის რეალური. ანუ პარალელურად მუშაობთ თუ არა ამ პროექტზე, თუ დაველოდებით სანამ დასრულდება პორტის მშენებლობა და შემდეგ. არა, რა თქმა, ეს არის პარალელური, ესე იგი არ არის ოცნება, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი მიზანი, რომელისგანაც ჩვენ ვიწვით. და მე მინდა თამამად თქვა, რომ რა თქმა უნდა ეტაპებად არის ეს ყველაფერი დაყოფილი, ერთ დღეში არ ხდება ეს არაფერი. პირველ რიგში მინდა ვთქვა რა, პორტის უკან ჩვენ ვაკეთებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც განთავსდება, რომელიც გენგიგმაც უკვე შევიმუშავეთ. და დამტკიცდა ეს არის დაახლოებით 400 ჰექტრის ფართობი, რომელიც იქნება ზუსტად მიმული პორტის უკან და ასე ვთქვათ, უმასპინძლებს როგორც ლოგისტიკურ, ისე სასაცილო არ არის, ხო, სადაც ფესტივალი ტარდება და ფესტივალი განმუხულის ტერიტორიაზე ტარდება ხოლმე, ანაკლია ცოტა სამხრეთით არის. და ასე ვთქვათ, ამ თავისუფალ ეკონომიკური ზონა უმასპინძლებს როგორც ლოგისტიკურ ცენტრებს და საცაწყობე მეურნეობას, წარმოებებს სხვადასხვას და ამის გამპირობები რა თქმა უნდა არის პორტი. პორტი ქმნის იმ ეკონომიკურ ლოკომოტივს, რომელიც გარშემოც ესეთი ინდუსტრიების დაფუძნება შესაძლებელი ხდება. განსაკუთრებით ეს ჩვენ რატო ასე ვთქვათ გავამახვილეთ ამაზე ყურადღება და პარალელურად თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარება დავიწყეთ, იმიტომ რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ და ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის მერე ევროკავშირთან, ასევე მერე ჩინეთთან ჩვენ მართლა ხედავთ უკვე აი ჩვენ ვისაც ველაპარაკებით ჩვენ საგარეო პარტნიორებს თქვენ ტრამო ახსენეთ არაერთი ჩვენ 100-ზე მეტ კომპანიას ყოველდღიურ რეჟიმში ველაპარაკებით ჩვენ ასე ვთქვათ პროექტის შესახებ მათგან უკვე ვხედავთ განსაკუთრებით რეგიონალური მოთამაშეებისგან სერიოზულ დაინტერესებას იმისში რომ საქართველოს უნიკალური ამ ხრივ მათ ასე ვთქვათ წარმოების გადმოტანა საქართველოში აქედან უკვე ვაჭრობა იგივე პრემიალურ ბაზარზე როგორც არის ევროკავშირი თუნდაც პირიქით ევროკავშირის სხვა კომპანიებთან აღმოსავლეთ ევროპული კომპანიების აქ დაფუძნება რომლებსაც აქვს ბიზნესი ჩინეთთან სიტყვაზე ეს არის ერთ-ერთი იდეალური ადგილი სადაც იგივე ვთქვათ ელექტროენერგიის და ხარჯი იქნება თუ სხვა საწარმოო ხარჯები არის გაცილებით დაბალი ვიდრე ევროკავშირის ზონაში და შესაბამისად ეს არის წარმოქმნის ძალიან დიდ ინტერესს და ვთვლით რომ ძალიან პერსპექტიული ესე ვთქვათ განვითარება აქვს ეს პერსპექტივა აქვს ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას რაც შეეხება ქალაქს ყველა პორტს დღეს რო აიღოთ ისტორიას რომ გადახედოთ სიტყვაზე კონსტანცა ავიღოთ ბაქო ავიღოთ ბათუმი ავიღოთ ხო ქალაქები არასებობდა ქალაქები არსებობდა ჯერ დაფუძნდა გარკვეული ეკონომიკური ლოკომოტივი როგორც არის პორტი და შესაბამისად იმის გარშემო მერე გაიზარდა ქალაქი ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ეს ამ განვითარებას მივუცეთ გარკვეული მიმართულებები რომ გეგმარება თუ როგორი უნდა იყოს ეს ქალაქი წინასწარ ასე ვთქვათ დავაგეგმაროთ ურბანული მხრიდანაც თვითონ განვითარების მხრიდანაც არქიტექტურის მხრიდანაც გარკვეული ასე ვთქვათ მიმართულებები მივუცეთ და ეს მარტო მაგიკია კი არა ასევე ლაპარაკი არის როგორც იყო ასე ვთქვათ ნახსენები რომ კონსტიტუციაში არის ანაკლია ჩანაწერი ამის მიზანი რა იყო ასევე არის ის რომ შესაძლებლობა გქონდეს ანაკლის ზონას რომ გახდეს უკვე უნიკალური არა მარტო თქვა თავისუფალი ეკონომიკური ზონით და პორტით, არამედ ფინანსური ცენტრის კუთხით, განათლების ცენტრის კუთხით, სამედიცინო ცენტრის კუთხით და ასევე არ შეუშალოს ხელი პროექტს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში და ეს არის კიდე რაც თავარი სასამართლო ასე ვთქვათ, გვინდა რომ დავაფუძნოთ მან არბიტრაჟი დამოუკიდებელი სასამართლო სტრუქტურა, რომელიც მოემსახურება ამ ზონაში მყოფ ყველა ასე ვთქვათ საწარმოს თუ კომპანიას და ესე ვთქვათ გავხადოთ სამაგალითო რისთვის, ანუ ხედვა რა არის, რომ ანაკლია გახდეს რეგიონალური ბიზნეს ქალაქი. როგორც აი ძალიან მარტივად რომ ან სინგაპური ავიღოთ, ან დუბაი ავიღოთ, ეს არის რომ ამ რეგიონში ესეთი ქალაქი, სადაც ყველაც რეგიონალურ მოთამაშეს შეუძლია რუსეთის ჩათვლით, თურქეთის ჩათვლით, ჩვენი ცენტრალური აზიის ასე ვთქვათ მეზობლების ჩათვლით, ყველა შეეძოს აქ
თავისუფალი ბიზნესის კეთება. ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი ანაგლიაში. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, როგორც სტუმრეთ, ამით სრულდება გადაცემა საუბარი თავისუფლებაზე, გადავაჭარბეთ დროს. გადაცემა მივყავდა მე გოგი გვახარია, სტატო ჯინჯიხაძე იყო დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი, ბატონ ლევანს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.